გავაგზავნოთ ჩვენი ამბები, არა? და რატო ეხლა ჩვენ კალიფორნიაში ძალიან ხშირად დამყოფი ხო ლოს-ანჯელესი ის მიდამოები, მაგრამ გულახდიათ გითხრათ, ისეთ ადგილებში დავდივარ, მე არ ყოფილა ხო ამდენი ხნის თქვათ მძღოლი ვარ და დავდივარ 78 გზა. არ ვიცი რა არის. იქიდან გამომდინარე რომ ტვიტები არ არის და ნუ მიმდინარე პრობლემებია, ხო? ჩემმა დისპეჩერმა გამომიშვა ასეთ ადგილებში და ეხლა ერთი მხრივ მიხარია ტვიტებს პოულობს ასეთ მიუვალ ადგილებში, მაგრამ მეორე მხრივ ძალიან საინტერესოა, ხო? სად მოვდივარ, რა არის ესა? ნუ სავარაუდოდ მინერალებია, ეხლა მეც გამომიგზავნა რაღაც მინერალია, საიდან მივხვდი რომ მინერალი ამიტომ წონითაც დიდია. რაღაც 53,000 ფაუნდია, ეს იმას ნიშნავს რომ რაღაც ტომრებში იქნება რაღაცა და აი ხედავ რაღაც წარმოებებია. სავარაუდოდ ეს რაღაცას აწარმოებენ და გარშემო დასახლება არ არის. ნუ ბუნებრივიც არის ეს კალიფორნიის მაჯავეს უდაბნოა და ჩვენ ადრეც თუ გახსოვთ მე მქონდა ნალაპარაკები მაჯავეს უდაბნო ეს ზღვის დონიდან 80 მეტრით ქვემოთ ავართ ეხლა ჩვენ. აი თელი სივცე ეს მაჯავე ან მახავეს ეძახიან, თუ მაჯავე ბოლოს ვერ გავიგე რომელია სწორი, მახავე ასე რომ ვთქვათ, ეს შეიცავს კალიფორნიას და ნევადის ძალიან დიდ ტერიტორიას, თვითონ ლას-ვეგასში მოდი მახავე ვთქვათ, მახავეს უდაბნოს ეკუთვნის. და ჩვენ ახლა ვიმყოფებით ამ კალიფორნიის ტერიტორიაზე. და ზოგადად წარმოიდგენ ხოლმე რომ აი ხა ის მთებია, აი მანდ ვერ ხვდები ახლა ის იქით ოკეანე ხო არის იქით სავარაუდოდ ლოს-ანჯელესი იქითკენ არის ხო შორს და ეს ტერიტორია რატო როგორ არის 80 მეტრით ქვემოთ ზღვის დონიდან ნუ აი არის ალბათ არის ახლა მე ხო არ მოვიგონებდი მეცნიერები იძახიან და ზოგჯერ ისეთი წარმოდგენა მაქვს რომ იქით ხო არის ოკეანე და ის აკავე და უცბად ოკეანე რომ ადიდეს ან თქვათ აფეთქება მოხდეს ან ვულკანიზაცია ასე წყალი წამოვა და ამას შეავსებს აქაურობას. აი ჩემებურად ვფიქრობ რა, ეხლა შეიძლება გეოგრაფიურად და ასე ვთქვათ მეცნიერულად სწორად არ ვამბობ, მაგრამ ეს შეგრძნება მაინც გააქვს. და თან ის არის რომ მარტო ხარ ამ სივრცეში, არ ჩანს. მაგზა მშვენიერია. თავისთავად ახლა შორს გაიხედა ეგრე რაღაცა პატარა საწარმოა იქით შორს. იქითკენ გაიხედა შორს არის და კანტიკუდად მანქანები გამოდიან, ალბათ მომუშავეან საინჟინრო მომსახურე პერსონალი და ამის დამალვა. ნუ ფაქტია რომ მე მაგათად მიხარია და ალბათ თქვენც აი ახალ ადგილას რომ მიდიხარ, ასენ ადრენალინი გამოდის რა, რომ აი რაღაცა მე რუკას რო შეხედავ, რუკას აი ახლა ნახეთ, ახლა სადაც დროშა იქ ვიდივარ, გარშემო არის სულ ეს უდაბნო სივრცე. და მე რუკასთან რომ მივალ, მე უკვე რაღაცნაირად იტყვი რომ აი მე აქ ვარ დამყოფი. მე რაღაც შეგრძნებას გადმოვცემ ახლა რაც მე პირადად მომდის ხოლმე და მე მახსოვს ბავშვობაში დედაჩემ რომ მაჭმევდა ხოლმე საჭმელს. მაგიდასთან მქონდა გაშლილი კედეზე იყო გაშლილი დიდი პოლიტიკური რუკა. და იქ იყო ფერადები, გერმანია, ამერიკა და ძალავნებად რო ჭამდი ამ რუკას უყურებდი და აი მახსოვს აი ცინცინატი, მონრეალი, ნიუ-იორკი. აი იქიდან მახსოვს ხოლმე და ფიქრობდი რომ ვა, სად არის როგორ არის და ეხლა მაშინ 5, 6, 7, 8 წლის, 10 წლის ბავშვი ხარ და ფიქრობდი აი იქ რა შორსაა და ნეტავი მოხდები მეთქი მან და გავიდა დრო და ვერ წარმოვიდგენდი რომ აი ამ ქალაქებს ეხლა ჩვენ რამდენი დავდი ახლა ფაქტობრივად ყველგან ავართ დამყოფები ხო ნიუ-იორკის ისა ამერიკის დიდ ქალაქებში შტატებში და ჩვეულებრივად დავდივართ ხო და იმდენად დავდივართ და იმდენად შევეჩვიეთ რომ უკვე ჩვეულებრივი ამბავი გონია უკვე აღარა მაქვს ის შეგრძნება რომ რამხელა მანძილებს გავდივარ და უცბად რატო წამოვიწყე ამაზე საუბარი ეხლა აი ეგ რომ მოვედით ეხლა აქ ნამყოფი ხო არა ვარ და ყველა რაღაც კმაყოფილების შეგრძნებით დავეუფლე რა ჩემ შინაგან ცნობებში.
ადრე ნიუ-იორკი ტელევიზორში რო უყურები ნიუ-იორკი რა მაგარია, მაგრამ ისე გავიდათ რომ ნიუ-იორკი ცოტა ტრაბახში არ ჩამთავროთ მეგობრებო, 5 თითივით ვიცი რა. იმდეჭი ვარ ნამყოფი და განსაკუთრებით ტაქსზე რო მუშაობდი ნიუ-იორკში, ტაქსისტი ახლა გინდა არ გინდა ძალიან უნებოდ იმ ქალაქს სწავლო და უკვე იცი. და ფაქტობრივად ესეც ამერიკის ეს რამალები და ეს ტერიტორიებიც ათვისებული გვაქვს. და ახლაც უკვე აქტიურად ვარ ნამყოფი, არ ვიცი სადა ვარ, მაგრამ ის შეგრძნება რომ პირველად მოხვედი და უკვე გაიარე. რა, იცი თქვა, ასე რომ ვთქვათ, პოზიტივს ვიძახი, პოზიტივი. სხვათაშორის მეგობრებო, არ ვიცი, ნახოთ ახლა მე დეკემბრის ბოლოს ჩავალ ნიუ-იორკში, სანამ თბილისში გადმოფრინდები და იქ მექნება რაღაც გარკვეული დრო. 2-3 დღე მომიწევს, 3 დღე, უფრო 4 დღე ნიუ-იორკში ყოფნა, იქ პატარა საქმეები, მაგრამ ჩვენ ამბავში ჩვენი მოგზაურობა რომ საინტერესო და ისეთი გავხადოთ, შეიძლება 1-2 დღე ტაქსზე წავიმუშაოთ. ეხლა დიდი არაფერი არ დაგჭირება, შეიძლება დღეში 100-150 დოლარი, მაგრამ მაინტერესებს აი თქვენი აზრით. დავждეთ ყვითელ ტაქსზე გავიარ გამოვიაროთ ნიუ-იორკის ქუჩებში და არა მარტო გავიაროთ თან ადამიანების ცხოვრება ნახოთ და ჩვენებურად რაღაც საინტერესო ადგილები ნახოთ. ერთ სიტყვით მაინტერესებს თქვენი აზრი და როგორც გადაწყვიტა ჩვენი მაყურებლები და ჩვენი მეგობრები ისე გავაკეთოთ. კითხვა დავსვი და თქვენ კომენტარებში გავიგებ დავждეთ ყვითელ ტაქსზე თუ არა და თქვენი სურვილებიდან გამომდინარე ისე მოიქცევი. თან ნიუ-იორკში 25 დეკემბერი იქნება საზეიმო სიტუაცია და ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტიური და მრავალფეროვანი ქალაქი, როგორ აღნიშნავს შობას. თუმცა შობა ახლა ესეთი საოჯახო დღესასწაულია, მაგრამ მაინც ნახოთ რა, მეტი რა საქმე გვაქვს რა მეგობრებო. ახავეს უნდა ვგნო. კარგია რომ ზამთარი ზაფხული არა, ზაფხულში ძალიან დიდი სიცხეა და როგორც ვიცი, აქ დაფიქსირდა ყველაზე ტემპერატურა მსოფლიოში. როგორც ვიცი, 78 თუ 77 გრადუსი იყო ცელსიუსი. ახლა რომელ ადგილას ზუსტად არ ვიცი, ვერ გეტყვით, კალიფორნიის უდაბნოში თუ ნევადის უდაბნოში, მაგრამ იმ მახავეს რო მაჯავეს რო ეკუთვნოდა, ეს კი ვიცი. ეს უდაბნოა, სადაც შეხვდა ჩვენ. და უდაბნო ეძახე და ნახე რა ელექტროდაყვანილობა და ძუძები კი დგას. ესე იგი ადამიანი მოსული აბა რა იქნება, მშვენიერი გზა არის. მოძრაობა არ არის. უდაბნო ეჯახე და რაღაცა სამუშაოები მიდის. აგეწერე expect delays, სამუშაოებს აკეთებ, შეიძლება გამაჩერონ კიდევაც. Road work ahead. ეგ კაცია. Stop უკავია. Be prepared to stop. ჩამიშოს. კადიო წადი გოგონა დგას. გოგონა დგას. პროცესები ჩვენ ამდენჯერმე გადაღებული გვაქვს. სამუშაო ისინი მიდის და ერთ გზაზე შეიძლება ლიმიტო. ტრაქტორი რაღაცას აკეთებს, ეთყობა წვიმა იყო თუ რაღაცა იყო და გზა დაფარა, მაგრამ მოდი წავიდეთ ორი ხალხი მელოდება. ეს გზა გადაკეტეს რა. აქედან ერთ გზაზე ხო ისინი ელოდებიან, ახლა მე მელოდებიან რომ გავარ, მე ამას გავუშვებენ, ამათ გავუშვებენ. ხედავ რაღაც მარილიანის ისინია რა, მინერალების ისინია რაღაც. ხო, ეგ ბოლოში
საწარმოა რამდენი 6 მილი დავრჩა და სადღაც ეთქვა მან მიდივართ რაწერია Welcome to Searles Valley აი ესე Welcome to Searles Valley Searles Valley რას ნიშნავს არ ვიცი ამერიკინისაც გადის აქტიორო საწარმოა და ავე ახლა თუ კასკები და ისინი მომთხოვეს ჩვენ ყველაფერზე მზათა ვართ. აი როგორ თეთრი ისინია რა ეთქოს. იარისეულს ამუშავებ. მარილია, ალბათ მარი ხო. მარილი თუ თეთრია ხა მე მარილი მგონია ეს. რაღაცა რომ იარისეულია ეს ფაქტია. გრადუსია. ეხლა ზაფხული რო ყოფილიყო, იქნებოდა გაგანია სიცხე. რაც კასპის მიდამოებს არ გაგონეთ მეგობრებო. ცემენტის ქარხანა რო იყო ხოლმე რომ მიდიოდეთ ხოლმე. ზემოთ რაც არის ალბათ წყლის რეზერვუარია. იქ წვიმა მოაგროვებენ და მერე იყენებენ. მოსახლეობა ცხოვრობს. ხო, ნუ მოსახლეობა და მუშაკები რა. უდაბნოში ეთქობა ამ საწარმოში მუშაობენ. ეგეთ შორს რო არის, იქაც საწარმოა, აქეთაც საწარმოა. ჩვეულებრივ სტილში ჩვენ რო ვამბობთ ხოლმე, მუშაკები და მომუშავე პერსონალი ცხოვრობს ახლო-ახლო და აი ეგრე პატარა დასახლებაა. ერთსართულიანი და ისეთი მარტივი კონსტრუქციის სახლებია. აი ცხოვრობს ხალხი. სავარაუდოდ ახლა ეს მუშაკები არიან. უბრალოდ ეს ბავშვები საათი ყავს სკოლაში, როგორ მიყავთ. საინტერესო. და უკვე დამთავრდა ეს დასახლება და ისევ მაჯავეს უდაბნოს ლანდშაფტი. ჩვენ აი ბული რო ამოდის იქ უნდა გამოჩნდა ელმავალი არა ორთქმავალია დენზე ნამდვილად ორთქმა დიზელზე მუშაობს დიზელზე მარტო დავიარები აილერებიც რო არ დადიან. ჩემმა დისპეჩერმა რა ივაშკაც ამისთან რომ მარტო ჩემთვის იპოვა თვირთი. შეიძლება არ მოდიან მანქანები ამათ ცუდი თვირთი რო არიან რაღაც ამისთან მაგარი. ინდა არ გინდა ჩვენი საქმე და გავაკეთოთ. ახლა წამოვედით სამუშაოდ. პირველ რიგში პრიორიტეტს სამუშაოს
ვანიჭერთ და ეხლა კარგია თუ ცუდია თუ რაღაცა ეს უკვე მეორე მესამე ხარისხოვანია. მაგას დასახლება ზოგჯერ მიკითხოს ხოლმე აი ეგ როგორ უნდა იცხოვრო ასე აი ხოლმე იქ იცხოვრობს აქ იცხოვრობს ეს პატარა ეხლა ინდიელებს ახასიათებთ ეს მაგას ეხლა აი ტრონა ქვია ამ დასახლებას მაგრამ უბრალოდ ადრე მაცხოვრებლები იყვნენ აქ მიტოვებულია რა ეს ფაქტია აი ძველი სახლებია მიტოვებული სახლებია ნუ მაინც ეს ეკონომიკური პროცესები მიდის აშკარად ეთქობა რომ რეგრესი მოხდა ამ რეგიონში ტრონა ქვია ამ დასახლებას მიტოვებული სახლებია რა აშკარად რა. ეთქობა იყო რაღაც პერიოდი კაი მუშაობა იყო, უშები იყვნენ, ის იყვნენ და მერე წავიდნენ, მიატოვეს. აი ახლა ისეთ მიტოვებული არ არის. აი ახლა ეს არ არის მიტოვებული, უკვე კაი მანქანებებს რა. ეს შერჩა აქაურობას. მარჯვენა ხარეს გაიხედა, აი ეს მიტოვებულია. გაიხედა, მე რამდენი მიტოვებული სახლებია. ან ზოგადად რა იქნება, ხა ადამიანი მოვიდა, იმუშავებს რაღაცას მომაგროვებს, ან გეგმას რაღაცა და მერე შორდება აქაურობას. ეგო კლიმატის გამო, ეგო ჯანმრთელობის გამო. ამ ხელა ბოლიადის ახლა იმ ხალხი და ახლა ეს ვაჭუჭყიანებს აქაურობას. Distributed cash flow. I can tell you for sale, dangerous subscription for sale. We need to sell. გაზის მილი. შეიძლება გაზი მოყავთ. აბა ეს არის პატარა კაფესავით რაღაცა, რესტორანის ყოფილა. რესტორანი, ესპარზა რესტორანი, ესპარზა ესპანურად, არა ესპანური რეზა. და ტრონაში მოვედით. და ჩვენი საწარმოც გამოჩნდა. 1 მილი დაგჭირდა, აშკარად ეს გვინდა. ეს იმის გაზის ტრუბა არ არის, გაზის მილი უფრო სწორედ აი. ნუ კარგით მეგობრებო, ხა მე მივარ ცოტა მისამართი ვიპოვო ზუსტად სადა ვართ. საერთოდ როგორ არის ხომ ბენზინ გასამართის ადგილის გარშემო არის ცხოვრება, ასე ვთქვა და აქაც იგივე სტილია. ცხოვრება quick seri. ჩვენ სად უნდა შევიდეთ ხო? მოი თუ სავაჭრო მაღაზია რაღაცა. General store. თავარი მაღაზიაო. ვიმე ამ ხელა ისე. აი საწარმოში მოვდივარ და რაღაცა ასაღები გვაქვს მინერა. აქ შევიდე, თუ იქ წავიდე და ჩა. აი ახლა უკვე ეს მეუნება ტელეფონი მეუნება აქ იწადიო და ის მეუნება იქ იწადიო. მოდი მე ახლა გავიჭედო. მოდი მე იმას დავუჯერებ. ტრაილერის ნავიგატორს. შერიფიო.
In 1/4 mile, turn left on Main Street. თუმცა რომ დაფიქრე რატომ უნდა გაიჭედო ამ ხელა სივრცეებია სამას დაუჭერეთ წვიმანები მეგობრებო ხშირად ვიძახი ამ სიტყვებს არა Turn left on Main Street. აი მოვიო მარცხნივ ციელ ადგილებში დავდივართ მეგობრებო აი კინოებში რო ვახო უჟასე რა ხა მიტოვებული შენობა მიტოვებული სახლი 13200 Main Street on the right. ანტიკო შოურუმ აი ეთქობა სიცოცხლე იყო ადრე ანუ მიატოვეს რა თაურობა მოსახლეობა იყო ნიგდებული სახე არა ეს რა კარგად არის შენობა კარგით მეგობრებო მოდი ახლა მე მივარ ცოტა დავიბენი სადღა მივიდე და ვიპოვე და ნახოთ მე გავაგზავნე ჩვენი ვიდეო ეგ არის რა ტრონა ფეკელით არ ვიცი აქ უნდა შევიდე თუ არ შევიდე მაგრამ რომ უნდა გადავიდე და ხო სერვეს ვარე მინერალს აი აქ უნდა შევიდე სადღაც მოდი ახლა მე გავჩენდე და გავაკეთე სიტუაცია იქიდან გოგო გამოვიდა და ალბათ მეტყვის საკითხი მოდი ახლა თორე გავარკვევთ ჯერ კომპანია და ალბათ მეტყვიან რა უნდა გავაკეთო ეხლა არ მინდა რომ შემამჩინო რომ მიღებენ ეთყობა იქიდან აკვეთები მოსულ ვარ მაგრამ უბრალოდ იქი წადიო იქ დააყენეო მე შენი მონაცემები მოიტანეო ფოტო აიდი ყველაფერი და მე გეტყვით რა უნდა გავაკეთოთო პატარა გოგო იყო ახალგაზრდა ინდიელი რა კარგია გადაღება, მაგრამ რა ვიცი, ანუ თუ გეშინია რაღაცა საში არ გაეხვია. საში რა, უბრალოდ ხო იცი, ხა მაინც თავის წესებია და ამას კი არ გეტყვიან, მაგრამ გეტყვიან აღარ გადაიღო და აი მომყვება. აი ვიდეო, ცოტა ის ადგილას security check, truck parking. ეთქე ხო ზუსტად მოვედი მეთქი, კიო, პრობლემა არა ის, მაგრამ ის აბუთები ისინი მოიტანე. ავიწორო და მე ამიხსნია რა უნდა დავაკეთო. მე დავჩერდები ახლა. აი ეთქობა იგე ტრაქს კეილია, ალბათ მეტყვიან მე რაღაცა და იქ უნდა შევიდე და დათვითავენ და მთელი ამბები. ავედით ისე. წავედით მივხედოთ ახლა ჩვენ ამბავს. ხო გითხარით ეს ქუდი უნდა დავიხურო. ჯერ არა ვარ მზათაო და მეო გოგომ თქვა რომ დაჯექეო დაგველოდეო. და მე მოვალო და მე წამომყებიო და რასაც გეტყვი ის უნდა გააკეთო. და პატინკები უნდა ჩავიცვო. ასეთი ფროსტებისნაირი და ასეთი მაგვარი რაღაცები არა, არც ბოტასები, იმენა პატინკები. ნუ მე მაგ სტილის და ეხლა ჩავიცვი ამას ყველაფერს. ეხლა ძმილები ჩავიცვი, ეხლა ეს დავიხვა, პატარა ეს ცოტა დიდი ზომაა და არა უნდა გავწელო ესა. აი ეს ასე უნდა გავწელო. თავზე კარგად დამაჯდეს. მიხდება თეთრი. კარგით ეხლა სანამ ეს რა ქვია, ეს გოგონა მოვა ჩვენ სად მივდივარ და რამდენს გვიხდიან, ამას გეტყვით ყველაფერს. რომ ძიმე რაღაცა მიგვაქვს, მაგრამ ჯერ მუშები არ არიან რომ მზათო და მე მეტყვიან ალბათ რაც ხდება. მოდი მაგამდე ჩვენ ნახოთ სად მივდივარ და რამდენს გვიხდიან. Arfield Avenue კომერსე არის კალიფორნიაში 129 პიტაპირ, მაგრამ სინამდვილეში რამდენი იქნება გასავლელი? 189 მილი.
ეს სად არის იცით? სადაც ლოს-ანჯელესთან არის Commerce City. ეს ლოს-ანჯელესი მაგათი, ხო, რა ლოს-ანჯელეს 14-იანთან სადაც ლოს-ანჯელესის ბოლოში. ესე იგი 200 მილში იხდიან $600. ნუ $2 რა, ანუ ასეთი ფასებია რა. უბრალოდ ცუდი ის არის, რომ დილის ვასა კი გავალ ჩავალ, პროსტო აი ლოს-ანჯელესში ხო საცობები და ეს ესეც სამუშაო პროცესია. აქ ლოს-ანჯელეს აქ მივდივართ. ჩვენ დაველოდოთ იმ ჩვენ გოგონას. ხანა ქარხანა მორანას. ისე მაინც აი საინჟინრო იქიდან გამომდინარე რა საინტერესოა რა ამას ხო გამოთქლა უნდა იანგარიშო როგორ არა ეს მოგება ხო უნდა დაფაროს ეს ხარჯები. აქ დაველოდოთ ნახოთ. მოვიდა ეს გოგო და მითხრა წამომყევიო და წავყვეთ აბა. დავესწროთ ამ პროცესს. Turn left on Mountain View Street, then take the second right. შემეშალა. მე იმას გავყიდა სასწორდე დადექი. ვერ მივხვდი პიტამი გავეკიდე გოგოს. ხაზებზე მინდა დავაყენო და ოკეი მოდიო აქ მოდიო yeah I'm coming yeah okay one moment და ჩამიტარეს სასაცილო გოგოა ვარ კაი საყვარელი გოგოა იცოდე არ დაიკარგო ეხლა წონა აიღეს წამომყევიო და რო წამოხვალო ეხლა დაიმახსოვრე როგორც წამოდიო რომ მე უკან რო წამოხვიდე არ დაიკარგო დელამბებში ვარ დელამბებში უიმე ამ ხელა საწანო ინებს უნდა ვიარო ეხლა თავარია არ დავიკაისა დავიმახსოვროთ ეგზა ნახეთ მეგობრო ამ ხელას უკინებია გარშემო ოპა Isenia. Oi, Dangerous Zarisu. Where are the hosts? It's down with our Kotaro, and I was. კინოებში რო არის ხოლმე, გახსოვთ აი ძველი ამერიკულ კინოებში. ეს მიგდებული ეს ხა საწარმოა просто დაიჟანდა. მე ვიარ ხა რავხტი ახლა ასახტომია. ეს გოგო მეონება ეგენ მოატრიალეო, გოგო მეონება ეგენ მოატრიალეო და ეს მეტყვის ალბათ. I have to park here, yeah? There's 2 dogs. Choose one. Go back this way, okay? Oh, but I can park now here. Yes. Okay, thank you. აკაი საყვარელი გოგოა, მაგრამ არ ვერ გადავიღე. აი ეგ უნდა დავაყენო რა. დავაყენო, რომელიც მინდა, რომელსაც კიდე ის დავაყენე. აი ეს მეშოკები მიყახა. მოდი ხა მე დავაყენებ რა, მე რა დაგიხსნით ყველაფერს რა ხდება.
გავაგებ. ამ გზით უკან დაბრუნდიოდა. იმედია არ დავიკარგები ასე. დავაყენე. ყველა ვინც გამოიარა, ყველა გამარჯვებას მეუნება. მოდი ეს გავწიოთ სავარაუდოდ ალბათ ზიმია და მივაყენოთ ხაზებზე სწორად არის. ის გავწიეთ აქეთ. აი ამიდია ეს დავაყენოთ ეს. მაინც ახან ითხოვენ, მაინც წესები უნდა hard hat safety glass, pretty shoes, long. სათვალეები უნდა ხდეს რა, სათვალეები. ოკეი, აქეთ კარგად არის დაყენებული. ეს კარგად არის. დატვირთავენ ალბათ, მე მითხეს რომ დატვირთავო ისევ წამოხვალო. უბრალოდ აი აქ ცოტა გამიჭირდება მოტრიალება. აქ ახლა მე როგორ უნდა წამოვიდე? უკან უნდა წაკვე ვერ მოვატრიალებ. იქით არ წავიდი, არ შეიძლება. ესე იგი მე რა უნდა გავაკეთო? ასე წავიდე, ასე უკანასვლით გავიდე იქა და მე აი ესე დავტრიალებ. კარგი. ნუ სავარაუდოდ ალბათ კი ალბათ აი ესენი მიმახ. არის ესე გაიგე ახლა. ხო. Since we do not climb on or jump off dock. შენ ახლოს არ მიხვიდე, შენ თავარია დააყენო აქაო და დანარჩენი ჩვენ ვიცით. ოკეი. მე ჩემი თვითონიცია. მიხედავენ აქაურობას. No drive bandwidth point. ესე იგი truck drivers waiting for loading or unloading are not permitted in loading zone. ესე იგი აქეთ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოხვიდე, იჯექითო თქვენ მანქანაში. წავედი დავждეთ ჩვენ მანქანაში. აი აქედან უკვე შეგვიძლია დავათვალიეროთ ეს ჩვენი ქარხანა წარმოება თუ რავი როგორ გითხრათ. ეხლა ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე რა, მე ახალგაზრდობაში, ალბათ ჩემი თაობის ხალხი საბჭოთა პერიოდში სულ ქარხნები იყო, ჩვენ ახლა მე ვასმოე ეპოქაში ცხოვრობდა, იქითკენ საქარხნო რაიონი იყო, ხო, იქ ლილო, სულ ქარხნები იყო და მე ჩემი ჯარიდან რომ ჩამოვედი, დავიწყე მუშაობა ელექტროავტომატში. და ვიცი ეს მუშათა ფსიქოლოგია, ვარემონტებდი დაზგებს, სადაც რაზეც მუშაობდნენ, მაგრამ 7 საათზე იწყებოდა მუშაობა, არა 7 საათზე 8-ზე მოდიოდა ადმინისტრაცია და 4-მდე 5-მდე მუშაობდნენ და ძალიან ბევრი ქარხნები იყო თბილისში. ავტომატში ვიყავი, მაგრამ იყო 31 ქარხანა, იყო ლითონ ჩაქთენ შენებელი ქარხანა ის დიდუბეში. მერე ნუ აქეთკენ იყო ცემენტის ქარხანა, ლითონ ჭრელი ქარხანა, აი იქეთკენ სუმოდებული იყო. და ცხოვრობდა ხალხი რა, ეხლა დიდიდან საღამომდე მუშაობდნენ, იყვნენ რა სიწყნარეში იმაში და ადრე როგორ იყო რა, ამერიკა და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. აი ეს სცენები, ასე თქვა, ეს სურათები ამოტივტიდა ჩემ მეხსიერებაში. ეხლა სად არის ქარხნები და ეს აღარა გვაქვს, უკვე ყველაფერი დაშლილია, მაგრამ აი ტემპი რო იყო აწყობილი და ჰუ და თუ იყავი დამსახურებული მუშა 10-15 წელი თუ იყავი ნამუშევარი უკვე ადმინისტრაცია გაძლევდა იმის უფლებას რომ მანქანის ჟიში დამდგარიყავი და გარკვეული წლების შემდეგ მიიღებდი მანქანა რა რაღაც ისი ხმა რა მე სოფლებიდან მე მახსოვს აი სოფლებიდან ჩამოდიოდნენ კასპიდან აი თბილისის გარშემო მიდამოებიდან მუშები და იყო რია შაბათ-კვირას იყო დასვენება მე ეს მუშები ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ ხომ გაზაფხულზე ყანაში ან თველზე ან მოკრეფაზე კაი დრო იყო რა თბილად მახსოვს მე რაღაცნაირად კოლექტივი კონცერტები იმართებოდა
ყველა ერთმანეთს იცნობდა და რაღაც სიხალისე იყო რა და მე საფრთხე დაიშალა სად არის უკვე ქარხანა ამერიკაში რომ მოვდივარ და ესეთ ადგილას რომ ნახულობ ხოლმე ეს ჩემი ძველი ახალგაზრდობის პერიოდის უმახსენდება და ძალიან დადებითად ვიმუშტები მაგრამ აქაც ახლა უყურებ ხოლმე ხა ჩვენ ახლა მაინ ტრაილერიც ღოლები და ხო ხა ამერიკაში მოვდივართ იმის გულისთვის რომ ფული გავაკეთო და რაღაცა და მე გეგმები მაგრამ არის კატეგორია ხალხის ძველებურად მუშაობს ახლა დილით მოდის საღამოს მიდის სახში დილით მოდის რა ხეფასი უნდა გქონდეთ ამათ ახლა მუშებს ალბათ საათში იქნება 20-25 არ ვიცი კალიფორნიაში რამდენია მინიმალური და დღეში რამდენი 160-180 დოლარი ექნება 200 ვინასაც იღებენ იმასაც მუშაობენ რა და რატომაც აი მგონია რომ აი საბჭოთა სისტემის ის არის რა ეს მენტალიტეტი ახლა მე მაგალითად მომყალი და აქ ვერ ვიმუშავებ ეთქო უკვე გავფუჭდი ტრაილერზე და ბიზნესური მიმებიდან გამომდინარე მაგრამ არის კატეგორია ხალხის რომელიც ეს ბიზნესური და ეს კომერციული არ აინტერესებს და უნდა იმუშაოს აი ესეთ სტაბილურ სამსახურში გულისხმობ რასაც ვიძახი რასაც ქვია ქარხანა ფაბრიკა ასე შემდეგ რა არის ადამიანის ცხოვრება სულ მოგონებები და აი გადავედი ამ ჩემი შიჭაბუკის პერიოდი ქარხანაში ეთი 2 წელი ვიმუშავე ქარხანაში მაგრამ მე დავანებე და უკვე რომელი წლები იყო 87-88 უკვე კომერცია საბჭოთა კავშირი ინგრებოდა და ყველა გადავიდა ვაჭრობაზე იმაზე ამაზე და ვისახსოვს წარმოება ისა და აი დღემდე გრძელდება ეგ მომენტი ну მაგ თემაზე ბევრი შეგვიძლია ვილაპარაკოთ რატო როგორ საითკენ წავიდა ქვეყანა ისთვის წავიდა მაგრამ ფაქტია რომ აი ხლა რომ ამბობენ ხოლმე რომ აი საქართველოს უნდა ამოქარჩოს ქარხნებიდან გავხსნათ ის გავხსნათ მაგრამ როგორ ის საბჭოთა კავშირი ეს გვეხმარებოდა და ეხლა უკვე ქარხნა და ფაბრიკის გახსნა უკვე ადვილი საქმე ნამდვილად არ არის ქარხანა როგორ იყო საბჭოთა ეკონომიკა სიტყვაზე მანქანა თუ კეთდებოდა სიტყვაზე ვამბობ ხა თქვა მანქანის აწყობა უნდა თქო რული კეთდებოდა მოსკოვში სისტემა კეთდებოდა ერევანში შუშა კეთდებოდა ლატვიაში და ერთმანეთში იყვნენ არა აწყობილები და მე საბჭოთა ეკონომიკა ერქვა მაგას და მე საბჭოთა კავშირი დაინგრა დაიშალა ეს ყველაფერი და ძალიან ისეთი სერიოზული და ჭკვიანური მიდგომა უნდა საქართველოს ეკონომიკის აწყობას თან პატარა ქვეყანა ვართ ბაზარი პატარა გვაქვს მუშახელი არ აქვს მაგაზე მე ჩვენც ვილაპარაკოთ მეც მაგ რაღაც იდეები მაგრამ ზოგჯერ ფიქრობ ხოლმე კი იდეები და თქმა ადვილია მაგრამ საქმის გაკეთება კი რა თქმა უნდა ფაბრიკები ქარხნები ეს უნდა იყოს მაგრამ მე ზოგადად იმ ფაბრიკაში და ქარხანაში რაღაცას რო აწარმოებ ის უნდა გაყიდო აქიც არ გაყიდის პრობლემა აქით ის ანუ ადვილი თემა ნამდვილად არ არის ეკონომიკა სერიოზული თემაა მაგრამ როგორ ვამბობ ჯერ მეკითხებიან ხოლმე შენ ვინ გეკითხება რა გეკითხება მე ისევ და ისევ ვამბობ მეგობრებო ჩვენი არხი არის ეხლა როგორ ვამბობ ხოლმე იმ დღესაც ჩემი ძმაკაც ველაპარაკებოდი და აი ზოგჯერ შეცდომები მოგდისო ის მოგდისო გრამატიკულ შეცდომები მოგდისო ზოგჯერ რაღაც კი მასეც არის მეგობრებო მე ნათქვამიც მაგ გრამატიკული შეცდომები იმიტომ მომდის რომ მე წინასწარ ხო არ ვემზადები თან თემაც არა მაქვს ზათ გრამატიკულ ლაპარაკში ორმოებში რო დახტიხა და ხან პოლიცია დაცა ეს შეცდომები მომდის მაგრამ მეორე მხრივად ეს ახლა წინასწარ თემასაც არ ვამზადებ ახლა აი მოვედი ახლა ხო რა ვიცოდი რომ ასეთ ადგილას მოვიდოდი და უცბად გამახსენდა ჩემი ახალგაზრდობის პერიოდი და როდესაც შენ ძღოლი ხარ და ფიქრობ ამ ფიქრებს გიზიარებ კარგად გამომდის და ცუდად გამომდის ყველაფერი ნატურაში და ბუნებაში ამიტომ მომიტევეთ მეგობრებო და მე კიდე მეორდები თუ რაღაცა არასწორი თქვი რაღაცა შენიშნა და მომავალი გადაღებებისთვის რა თქმა უნდა ჩვენ გავითვალისწინებთ ამას მაგრამ კარგია უნდა მომცეთ შენიშნები კარგად როგორ ხარ აი ზოგჯერ არის ხოლმე აი ბიჭო ეს გადაიღე ეს გადმოიღე იქ ხმარის მის მოტორის ახლა მე კინორეჟისორი ნამდვილად არა ვარ მდინარე რომ კინორეჟისორი და ოპერატორი წინასწარ ემზადებიან ყველაფერი და ჩვენ არაფერს არ ემზადებით
ჩვენ პირდაპირ რაც ხელში ჩაგვივარდე, იმას ვიღებთ ყველაფერს. და როგორ ვამბობთ, გამგები გაიგებს, არ გამგები არ გაიგებს. თუ გამიგებენ, გამიგებენ, თუ არ გამიგებენ, არ გამიგებენ. თუ არ უნდა და მთელი მიზეზებია. რაც არის ეს არის. დავილოდოთ დატვირთვას. მოვიდა ეს კაცი და მეუნება ბოდიშიო, მაგრამ ეხლა მე ლანჩზე უნდა წავიდეო. და მე მოვიდო, მე დაგტვირთო. რა უნდა ქნა? ლანჩი ამათვის წმინდა. ხო, სულ დამავიდა მეგობრებო, ეხლა ფიქრობდი. $200 გვიხდიან, ისა 200 მილში გვიხდიან $600. რამდენი გამოი $3 გამო, მე ვიტყვი $2 მეთქი და ძალიან მაგარი ფასია. აი $3 მაილში ძალიან მაგარი ფასია. კარგი იქნებოდა ძე დისტანციაზე ყოფილიყო, მაგრამ ესეც ხო იცი, რაც მოგვეცემა, მაგით მაინც დავტყვეთ. ჩვენ მაგამდე რა ვიცი ახლა ეს კაცი როდის შეჭამ საჭმელს და ჩავკვინთოთ და გადავხედო, ხა ინტერნეტი არ აქვს. ინტერნეტი არ იჭერს, მაშინ ჩემ ვიდეოს გადავხედავ და დავფიქრდები რა გავაკეთოთ. ან ბურდობოს აგეთ წიგნი მაქვს პატარა და მაგას წავიკითხო. დაველოთით. დაყრილია ისა. აბა რა მიგვაქვს, ნახოთ, აი გე ნახოთ, ამერაფერი გვაინტერესებს. თავიდან მეგონა მარილია, მაგრამ მარილი ნამდვილად არ არის. აბა ნახოთ. რაღაც ქიმიურისა და ხარის თოვლივითა და ხელი მოუკიდო არ მით არ დამე. რაღაცა მჟავი არ იყოს რა. თან ყველგან წერეო ხელი არ მოკიდოთ. აი ესეთი რაღაცა მიგვაქვს. თამიში გამისვა რა თელის. აბა ბევრი დარჩა. აქ ჩაუდიათ პატარა ცემენტის ტომბრებშია ჩადებული. ხაღაც მოვცემე სილი და ავიწყოთ. მაშინ ჩემოწეული გადავიღებო ეს აბუთი მომცეს და შეგვიძლია ეს რა არის? ანონდუსოლიდიუმ სულფატე. ო რაღაც სულფატი როგორა ქიმიიდან რას სულფატე. რაღაცა ქიმიური ნივთიერება ვერ ვიხსენებ. I can move. Okay, just ამას გავწევ და დაწიო მანქანა. Okay. კაი, მივხედავ ახლა ამას გავწევ და წონა აწერია, წონა იქნა ავიწო. წონი თუ მივხვდები. არა მძიმეა. კარგი, მე ახლა ამას გავწევ, დავაყენებ და დავსვარე. სულფატია თუ რაღაც. გამიფეთრა თელი. ჯონს იზვინი, მაგრამ არაუშავს გაგწმინდა. ჯონს უფრო ჯონს კი არა, ჯორჯი. მე ვახომე სახელი. ესე იგი, სოდა ყოფილა, სოდა. სულფატ სოდა, სულფატე, სოდიუმ, ანადროუს, 311. არ ვიცი, რაც არის ეგ არის. ეხლა უნდა დავიწყე. ეხლა მე წინ გავარ, უკან გავარ და წავალ სასწაულისკენ. დავედი, აქ უკვე ადგილი მეყოფა მოსახლეობად ალბათ, ცოტა გავარკიდო. უკან მაქვს ადგილი. მე მეყოფა ადგილში გავედით. მთელი წვალება აღარ დაგჭირდა. დავედით, იმედი არ დავიკარქებით, არა? გოგო მისე გამაფრთხილა. ეთქობა ტიპები კარქებიან ხოლმე. მივიდეთ სასწორზე, თუ ზაწონიან და მე ალბათ იმ ცნობას მომცემენ და იმ ცნობას მიცემ იქ. ზუსტი წონა ეწოდინებ. ავით ეს ძველი შენობა რო ნახეთ. მარჯვე შევხვიოთ. სამხელა შრომაა ჩადებული. შენობებია. აგე ახლა
ჯერ სოდის ქარხანა. კონსტრუქცია გაიგე ახლა რა არის აქ. ქიმიკოსებო. სოდა როგორი წარმოება? ახლა მილებში კაცო. ასე თუ ისე დავათვალიერეთ ეს ქარხანა, hot flash, hot water. წყალში აფარებდა ექსპორტი და სასწორში დავდგები და უიმე ჩემი კომპანიის მანქანაა. მინარი ნეტავი. როგორ მითხრა, აქ უნდა გაჩერდო ეს ის რუსი კაცია რა, ვიცი ეს ჩემი კომპანიის წარმომადგენელია, ადრე ერთად გამეგავათენებ. და იქად გას. როგორ თქვა, აქ უნდა დავრეკო თუ დამავიწვა რა მითხრა. კარგო. ჯორჯი მონათესავე მანქანა. მონათესავე არა, მაგრამ ეს კომპანია და როგორ გია ფაქტია. ის კაცი ეგერაფერს არის. ეს არის ბატონი. ეს რუსი ტიპია, ვინც ყაზახტანიდან არის. კარგად არ ვიცი. არის რა. ამაჯობა მითხრა. Здравствуй, дорогой, здравствуй. I can come, yeah? Okay, მოდი მგონი. დიდი რევერანსებით მითხრა ამ კაცმა, გამარჯობა. კოლეგა. Здравствуй, дорогой, как поживаешь? Шапку имеешь, да? Давай, привет, всего хорошего. Давай. Счастливо. მეგობრებო, როგორ პატივს ვცემენ. კარგია, მაინც ითქვით რომ მიგიღებს ადამიანი. მოდი ახლა ჩვენ საბუთები ავიღოთ, ვცემ საბუთს და გაჩერდიო და всё, ახლა მივიტან ამ საბუთებს. I came from winter and it's so nice. Okay, hello. Iniciales. Teli დოკუმენტები მოგცეს და წავიდეთ ახლა დავიძრათ. Კაი ამინდია. უიმე, რა ჭუჭყიანია. არა უშოს. ოპაი. ვიდეთ. გავჩერდები ცოტა წესრიგში მოვიყვან ჩემ თავს და ამ ჩვენ ჯორჯისაც დავალაგებ. ძალიან მტვერია. კარგით მეგობრებო, აბა დაგემშვიდობებით. ერთი სამუშაო დღე გაჩვენეთ. თუ ვინმეს გამოადგება და მომავალში გამოიყენებს ამ ჩვენ ასეთ ვიდეო გამოცდილებას, ჩვენც ვიქნებით ბედნიერები. კარგით აბა, ყველას სიხარული, ბედნიერება, სიძლიერე და უფალი იყო ჩვენი მფარველი.